კიდევ ერთხელ მოგესალმებით მივესალმებით მაყურებელს. ჩვენ უკვე მივიღეთ მილოცვები ჩვენი პარტნიორებისგან, ამერიკის სენატისგან, ევროკავშირიდან, ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელმა, ასევე და ყველა მხაზე გაუცვა, რომ მნიშვნელოვანი იქნება იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ქართულ ხარჯს სურს, რომელიც ჩვენ დაგვაახლოვებს ევროპასთან და რომელიც ასე ვთქვათ მოცემულიც გვაქვს ევროკავშირის მიერ და ვიცით საით უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ამ რეფორმების დაწყება ხელისუფლებას რომ დომოდა, მას შეეძლო უკვე კონცერტზე გადაედგა ნაბიჯი ამ მიმართულებით და დაეთმო ტრიბუნა საქართველოს პრეზიდენტისთვის. ეს იქნებოდა სწორედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ერთ-ერთი ფაქტი თუნდაც ცალკეული, მაგრამ დეპოლარიზაციისკენ და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც გარკვეული საშინაო სამუშაოს შესრულებაზე, მთავარი საშინაო სამუშაო ისევ რჩება დეპოლარიზაცია და ზოგადად ის ჩარჩო, რასაც ეს ტერმინი მოიცავს და ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პირველ რიგში ცალსახად ხელისუფლების, სწორედ ეს არის და ეს იქნება. რამდენად მოახერხებს ის, რომ გადადგას ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით და რახან ის პოლარიზაციას იყენებს როგორც ასე ვთქვათ პარტიულ სტრატეგიას, ხომ, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ ადამიანს ჩვეულებრივ მოქალაქეს ალბათ დიდი კითხვის ნიშნები აქვს, რომ ეს იქნება საკმაოდ რთულად გადასალახი ხელისუფლებისთვის. ბატონ კოკი, თქვენ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენთვის მოლაპარაკებები გაიხსნება, როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, თითქმის ყველა თანხდება მათ შორის ქვეყნის შიგნით, ოპოზიციური სპექტრი, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობა, რომ ეს ასახად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, გეოპოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ეს გეოპოლიტიკური ფაქტორი ფაქტია არ იმოქმედებს უშუალოდ მოლაპარაკებების გახსნას насთან დაკავშირებით თქვენ რამდენად გაქვთ მოლოდინი რომ ჩვენთვის მოლაპარაკებების კარი ევროკავშირთან გაიხსნება სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში? Ну, ყოველთვის მინდა რომ ოპტიმისტი ვიყო და ახლაც ვარ ოპტიმისტი. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრეთ თქვენც მეც ცოტა რთულია, მაგრამ მთავარი ჩემი აზრით აქ იქნება რამდენად გაძლიერდება ამ ერთი წლის განმავლობაში ვინმე მარჩევნებია, ასე ვთქვათ, სამოქალაქო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, მან ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ზოგადად პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და პირველ რიგში ხელისუფლება მის მიმართ. დღეს პოლიტიკური ხელისუფლება, მმართველი პარტია და ოპოზიციონერები ну, ოპოზიცია შეიძლება ძნელად დააბრალო, რომ მათი აუცილებელი, ვთქვათ, ასე ვთქვათ, მათი საქმიანობა უნდა შევაფასოთ, რამდენად ანგარიშვალდებულები არიან, სულ სხვა, ასე ვთქვათ, გავიმეორებ კიდევ სულ სხვა, ასე ვთქვათ, განზოგადებაში არის ხელისუფლება, მაგრამ აი ხელისუფლებაზე რო ვთქვათ კიდევ ერთხელ, ისინი საერთოდ არ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას ხელისუფლების მიმართ. ისინი გრძნობენ ანგარიშვალდებულებას თავისი პარტიის და ამფუძნებლის მიმართ და საერთოდ აი ტელევიზიითაც როდესაც გამოდიან, მას ესაუბრებიან და ხელისუფლება სანამ შეხედავს რომ მას ექნება ამის საშუალება რომ შენარჩუნდეს ასეთი სტატუს quo ის მოიქცევა სწორედ ისე ხშირად თავხედურად არ გადადგამს ნაბიჯებს კოლაბორაციისკენ თანამშრომლობისკენ და ასე შემდეგ და რა უნდა იყოს საპასუხო რეაქცია და ნაბიჯები ბატონ კოგი თქვენ ახსენეთ მათ შორის ოპოზიცია რა უნდა იყოს ხელისუფლების ოპონენტების დღის წესრიგი ამ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტებს ძალიან რთული ესეთი ცალსახა პასუხი არ არსებობს სამწუხაროდ, ხო? უფრო მეტი სოლიდარობა, უფრო მეტი გააზრება არის საჭირო ამ პოზიციის. ზოგადად ხა ჩვენ არ მოგწონს ჩვენი პოლიტიკოსები, იგივე ბოლოკლებები ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტის აჩვენებს, რომ დაახლოებით 50% ადამიანებს, მოქალაქეებს არც ერთი პარტია არ მოსწონთ ან მისი ხედვები არც ერთ პარტიასთან არის ასე ვთქვათ ახლოს მაგრამ პრინციპში ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ასე არ არის რომ რაღაც სხვა ქვეყნების ინტელექტუალური ნაღებია ხელისუფლებებში და პოლიტიკოსები იქ არიან რაღაცა გაცილებით ასე ვთქვათ უფრო ერუდირებულები ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი სამწუხარო იმის რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში არიან მოკლედ რო ვთქვა და დრო რო არ დავკარგოთ ნაკლები პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები, მაგრამ იქ არის საზოგადოებრივი ინსტიტუტები, იქ არის ძლიერი სამოქალაქო სექტორი და კრიტიკულ შემთხვევებში
პოლიტიკური ვითარების დროს ნებისმიერი პარტია, როდესაც დგამს აბსოლუტურად არაეროვნულ ნაბიჯს, ის ზარალდება. საქართველოში ჯერჯერობით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყავს ძალიან ბევრი კარგი სამოქალაქო ორგანიზაცია, ბევრი აქტივისტი, მედია, ეფექტი არის შეზღუდული ამ ორგანიზაციების და აქედან გამომდინარე არც ანგარიშვალდებულება არ არის. ისე ვიმეორებ ამ სიტყვას, მაგრამ ჩემს არით ეს არის სწორედ ქვაკუთხედი, არც ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ და ისინი ეცდებიან გააგრძელონ ასე თქვათ იგივე პოლიტიკა. რეცეპტი არ მაქვს, ბუნებრივია, უფრო მეტი გააზრება საჭირო სამოქალაქო სექტორიდან, მოქალაქეებიდან, უფრო მეტი სოლიდარობა, ინტერესი, აი ძალიან ბევრი ორგანიზაცია აკეთებს, ძალიან ბევრი აი სასარგებლო საქმეს, მაგრამ ხშირად მათ როგორც მხოლოდ რაღაც აკადემიურ ნაშრომებს ისეთი დანიშნულება აქვს და ვერ ხერხდება არასწორი სტრატეგიული კომუნიკაციით ამის გაზიარება მოქალაქეებთან. ამ დროს დღეს უკვე გლობალიზაციის და ტექნოლოგიების განვითარების პირობებში სულ სხვა შესაძლებლობებია იმის რომ შენ რაღაც შეთქოთ შენი იდეები გაავრცელო. მე ხშირად მომაქვს ლატვიის მაგალითი. ლატვიაში ერთ-ერთმა მემარცხენე პროევროპულმა პარტიამ 10,000 ევრო დაფინანსებით მოახერხა ის, რომ მას ლატვიის პარლამენტში საიმაში ყავს 10%, ასე ვთქვი, პარლამენტარების და სხვა მიდგომების, სხვა სახეები უნდა გამოჩნდეს მათ შორის პოლიტიკაში და მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ, თუმცა ერთის თქმით და ერთის შეხედვით ბუნებრივია რთული პროცესია. და რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ უკრაინის თემას, ჩვენ ვნახეთ ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილება, მან ვეტო არ გამოიყენა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ, რაც უშუალოდ ეხება მოლაპარაკებების საკითხს, მაგრამ მან ვეტო დაადო დახმარების პაკეტს. თქვენ რამდენად ხედავთ იმის მოლოდინს, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ვიქტორ ორბანმა უკან წაიღოს ეს საკუთარი ხისტი პოზიცია და უკრაინას გამოუყონ 50 მილიარდი ევრო დახმარების სახით? ჩემის აზრით საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შემთხვევაში უნდა ეცადოს, რომ საკუთარი თავი მოიაზროს არა იქ, სადაც ორბანია, არამედ იქ, სადაც თქვა გერმანიის ლიდერია. ეხლა რომ მივიღოთ რაღაც ეტაპზე ამის გამო რაღაც გარკვეული უკუსლა ამ ხარდაჭერა რო ვერ მივიღოთ იმის გამო რომ ორბანი მართლა როგორც არ ვიცი როგორც რაღაც ძველი მოდური განგსტერი აშანტაჟებს ამ ხელა კოალიციას, ხო? ეს არაფერი არ არის. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი რომ ნიდერლანდები გვიჭერენ მხარს, გერმანიის ლიდერი ამბობს რომ საქართველოსაც ხედავს ევროკავშირში და ევროკავშირის ზოგადი გამოწვევაა და რასაც ისინი დაძლევენ ბუნებრივია. მე შემიძლია ვთქვა რომ ამ შემთხვევაში ევროპელი პოლიტიკოსები შეიძლება უფრო კიდე წინ დახედულად მოიქცნენ, ვიდრე თუნდაც ამერიკელები, რომლებმაც დაუთმეს რაღაც გარკვეული არ არის საკმაოდ დიდი ოდენობით თანხა, მაგრამ ამის გამო, ასე ვთქვათ, უკრაინის წინსვლა, მათ ასევე მოლდოვას და საქართველოს წინსვლაც არ შეაჩერეს და აი უკრაინაზე ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, მინდა ვთქვა, რომ დასავლეთი უკრაინასაც კი არ აძლევს თუ შეიძლება ასე ითქვას იმის საშუალებას, უკრაინას არ აქვს იმის ფუფუნება, არ ექნება იმის ფუფუნება, რომ დემოკრატიული რეფორმირების გარეშე გახდეს ევროკავშირის ნაწილი. მას არანაკლები გამოწვევა უკრაინას, არ ვიცი, ცოტა შეიძლება მძიმეს და რთული სათქმელია, მაგრამ ასეთი სასტიკი ომი მიმდინარეობს, ათეულათასობით ადამიანი იხოცება ყოველდღე უკრაინელი, მართლაც ყოველდღე, მაგრამ ჯამშია დახოცილი, მაგრამ ამავე დროს არსებობს უდიდესი გამოწვევა იმის, რომ მან გააკეთოს დემოკრატიული რეფორმირება. დღეს ვეთხოვენ, რომ კიდევ უფრო ინკლუზიური იყოს უკრაინის მთავრობა ამ ომის პირობებშიც კი და გარკვეული შენიშვნები ხშირად საჯაროდაც ისმის და საქართველოსაც მით უმეტეს გამორიცხულია, რომ რომელიღაცა გეოპოლიტიკურმა დღის წესრიგმა საქართველო გახადოს ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ ის უკვე რაღაც ერთი ჩარჩოა უკვე ეს ორგანიზაცია და არც მეორე უნგრეთის მიღება არავის დასჭირდება და არც თქვა თუ არ იქნება ლიბერალური გატარებული ისეთი რეფორმები, რომელიც ეკონომიკას უფრო ლიბერალურს გახდის და დემოკრატიული პროცესები უფრო ევროპული გახდება, ამის გარეშე ყოველგვარი დაახლოება იქნება გამორიცხული საქართველოსაც. გასაგებია. ბუნებრივია უკრაინასაც. რო დაუბრუნდე, არ გონია მე მაინც რომ ორბანი იყოს გადაულახავი პრობლემა, მას არ აქვს თქო ისეთი მოქმედების საშუალება როგორც ნატოში, სადაც ფაქტობრივად კატეგორიული ვეტო შეუძლია დაადოს ნებისმიერ ქმედებას, შესაძლებელია რომ ორბანი შეიზღუდოს, მაგრამ ერთსაც ვიტყვი რომ ეს არ ნიშნავს რომ ორბანის ასე ვთქვათ საწინააღმდეგო პოლიტიკა არ ნიშნავს რომ ორბანის პოპულარობა მის ქვეყანაში დავარდება, თუმცა ეს ალბათ სხვა საუბრის თემაა.
თავად ეს უჩვეულო სამიტი რაზე მეტყველებს ბატონ კოკი თქვენი შეფასებით ჩვენ ვნახეთ ასე ვთქვათ უპრეცედენტო შემთხვევა მათ შორის ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთი რამჯერ არ მოხდა როდესაც გერმანიის კანცლერმა მიუთითა ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს რომ ის მას დაეტოვებინა ოთახი და შემდეგ უკვე 26-მა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება თქვენი აზრით ეს რა ტიპის გამოწვევაა თავად ბლოკისთვის ევროკავშირისთვის და რამდენად ძლიერია რუსული ინტერესები, გავლენები ევროკავშირისთვის და რომ გითხრათ ამ მიმართულებითაც თქვენი პოზიცია. მადლობა, მოკლედ ვიტყვი ჩემს მოსაზრებას. ნუ ბუნებრივია ამას ჰქონდა სიმბოლური ხასიათი, რომ ორბანს შოლცმა მიუთითა დაატოვებინა როგორც წინდა ისე დაარქვა, თუმცა სერიოზულმა გამოცემებმა დაწერეს ამ თაობაზე Deutsche Welle პოლიტიკომ და ალბათ ეს იყო გარკვეულად გამოსავალი ორბანისთვისაც, იმიტომ რომ მას რაღაც გარკვეულწილად არც წვადი უნდა დაეწვა, არც შამპური, თუმცა შესაძლოა ორივე დაწვა და დატოვა სხდომითა დარბაზი, როდესაც თქვა პროუკრაინული გადაწყვეტილება იყო უნდა ყოფილიყო მიღებული. ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი სწორედ თქვა თუ მიუთითა სწორედ გერმანიის ლიდერმა გადადგა, რადგან გარკვეულწილად მასზე ბევრია დამოკიდებული, მას საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვს არჩეული და ეს ის მერე რაც მათი გერმანიის ლიდერი იყო ანგელა მერკელი, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ევროპული ქვეყნებისთვის გერმანიის ლიდერობა არის უმნიშვნელოვანესი. ეხლა შეეძლო ასე ვთქვათ ეს ფუნქცია აიღო საფრანგეთსაც თავის თავზე, მაგრამ აი რო შევხედოთ საფრანგეთს სამხედრო მიმართულებით დახმარება უკრაინის მიმართ უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სულ პატარა ეკონომიკური და თუნდაც სამხედრო შესაძლებლობების ლიტვას. აქედან გამომდინარე ეს მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რაც დაფიქსირდა და ორბანმაც ალბათ უნდა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები თავისთვის, იმიტომ რომ ასეთ შანტაჟს დიდხანს ის ვერ გააგრძელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამისთვის მზად არიან, რომ ორბანს ასე ვთქვათ თავისი არეალი გარკვეულწილად შეუზღუდონ. ამის საფუძველს ევროკავშირის ასე ვთქვათ კონსტიტუცია თუ შეიძლება ითქვას იძლევა.